ამ ტერიტორიაზე არქიტექტურის სამსახურმა 2013 წლის თებერვალში კაფე-ბარის ესკიზის პროექტს მისცა დადებითი შეფასება. ამის შემდეგ ამ ტერიტორიაზე შეთანხმდა კაფე-ბარის არქიტექტურული პროექტი და გაიცემ მშენებლობის ნებართვა. მანამდე 2008 წელს გაიცემ ქალაქ-მშენებლობითი პირობები, მაშინ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ ტერიტორიაზე დასაშვები იყო მშენებლობის განხორციელება, თუმცა მას შემდეგ რაც 2009 წლის ივნისში მიღებული იქნა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, ამ გეგმით აეკრძალა ყოველგვარი მშენებლობა. უსაფრთხო სივრცის მიერ გასაჩივრებული იქნა ქალაქ-მშენებლობითი პირობები, მშენებლობის ნებართვა და პროექტის შეთანხმება, ასევე 22 თებერვლის გადაწყვეტილება ესკიზის შეთანხმების შესახებ და მოთხოვნილი იქნა მათი გათილად ცნობა, ხოლო ქალაქ-მშენებლობითი პირობების დაკარგულად ცნობა. ასევე გასაჩივრებული იქნა ქალაქ თბილისის მერიის განკარგულება, რომელთაც უარი ეთქვა უსაფრთხო სივრცეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებას. ეს მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს, რადგან ეს ტერიტორია მდებარეობს ერთ-ერთი სტატუსის ფუნქციით დაცულ ზონაში.